პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ ქართული ოცნების რეპრესიებს საგანგებო განცხადებებით გამოეხმაურნენ პროდასავლური პარტიები. კოალიცია ცვლილებისთვის წევრებს მიაჩნიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში დიქტატურის დამყარების ბოლო ფაზაშია, რასაც პარტიებმა ერთიანობით უნდა უპასუხონ. ყველასთვის, ვისთვისაც ცხადია, რომ ქვეყანას მართავს რეჟიმი. ყველასთვის, ვისთვისაც ცხადია, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანია და გადის ქუჩის საპროტესტო აქციებზე. მტკიცე და მძლავრ წინააღმდეგობაზე რეჟიმთან. ყველასთვის, ვისთვისაც ცხადია, რომ ამ ქვეყანას აქვს მომავალი და ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და კეთილდღეობაა. ვთხოვთ, რომ საბოლოოდ შევქმნათ, ყველანი ერთად უნდა შევთანხმდეთ და შეიქმნას ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტი. მე დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და შედეგიც მალე იქნება და ეს იქნება მთავარი ფრონტი, რომლის წინააღმდეგაც რეჟიმი, ივანიშვილის რუსული რეჟიმი დამარცხდება ზუსტად ისე, როგორც დამარცხდა კომუნისტური რეჟიმი ამ ქვეყანაში. ოპოზიციის ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობენ ნაციონალურ მოძრაობაშიც. ახალ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი პარტიის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გამართა. ყველა ფრონტზე, შიდა თუ საგარეო ფრონტზე ეს პარტია, რომელიც არასოდეს უშინდებოდა ბრძოლას და არ შეუშინდება არც დღეს და არც ხვალ, გააგრძელებს ბრძოლას ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც ქვეყნის გარეთ, ამ მოღალატეობრივი, დანაშაულებრივი რეჟიმის დასასრულებლად. ვიბრძოლოთ, სანამ გვაქვს ამის შესაძლებლობა, სანამ გვიან არ არის, როგორც მზია ამაღლობელმა თქვა, იმიტომ რომ გამარჯვება აუცილებლად ჩვენი იქნება, როგორც ეს ზურა ჯაფარიძემ თქვა, ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ. ამისთვის აუცილებელია ერთობა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ დაიშურებს ძალისხმევას ამ ფართო საზოგადოებრივი პოლიტიკური ერთობისთვის. 8 ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურ დევნად აფასებენ კოალიცია ლელო ძლიერ საქართველოშიც. რუსულმა ოცნებამ პოლიტიკური პროცესის მოსპობა ვერ მოახერხა ვერაფრით. სავარაუდოდ არც ეს აბსურდი, არც ამ აბსურდის არჯერა, რასაც ქვია პარტიების გაუქმების პროცედურა და პირდაპირ გადაწყვიტა, რომ დაატუსაღოს და ციხეში ჩასვას პოლიტიკა მთლიანად. ვერც ერთი ბრალდება ვერ გააჩერებს ჩვენ პოლიტიკურ და სამართლებრივ წინააღმდეგობას ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება. ძლიერი საქართველო ლელო იბრძოდა და გააგრძელებს ბრძოლას ყველა კონსტიტუციური, სამართლებრივი და პოლიტიკური გზით. ივანიშვილის ხელისუფლების მორიგ რეპრესიულ ნაბიჯს განცხადებით ეხმიანება ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება. ალდეს თანახმად, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში საქართველოს სრული ავტოკრატიისკენ მიექანება. მათივე შეფასებით, საქართველოში დემოკრატია სრულმასშტაბიანი თავდასხმის ქვეშ არის.